მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, გამარჯობა ყველას. პირველ რიგში დავიწყებ მადლობით. მადლობა ყველას, ვინც გამოიწერეთ ჩემი გვერდი YouTube-ზე. მადლობა იმ TikTok-ის მეგობრებს, ვინც გაითვალისწინეთ ჩემი თხოვნა და თავარზე გადაბრძანდით და იქ მითითებულ ლინკზე დააწყაპეთ და მე YouTube-ში გადახვედით და იქაც გამომიწერეთ. ყველას უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა ასევე კარგი გამოხმაურებისთვის, ძალიან კარგი კომენტარები დაიწერა და ძალიან საინტერესო. მოკლედ მადლობა ყველას. ეს იმას ნიშნავს, რომ ტყუილ უბრალოდ არ ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ და მოგწონთ. ისთვისაც გიხდი ძალიან დიდ მადლობას ყველას. ხო, რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, დღეს ვისაუბრებ ჩვენ განათლების სისტემის რეფორმაზე და იმაზე თუ რაც მოყვა მერე ამ ამბავს საზოგადოებაში და როგორ ცდილობენ რომ ამას რაღაცა ჩარჩოები მოუძებნონ და იმ ჩარჩოში ჩასვან ეს ყველაფერი და მოდი აბა დავფიქრდეთ რეალურად ცუდი მოხდება თუ კარგი ამ განათლების რეფორმით რა. მე ვფიქრობ, ჩემი პირადი აზრია, რომ ძალიან კარგი იქნება ეს რეფორმა და გეტყვით რატომ. რატომ იქნება კარგი და რატომ იქნება ზოგადად ხარისხის რაღაცნაირად გაუმჯობესებისკენ სვლა. აი ამ განათლების რეფორმით. პირველი იმიტომ რომ აი დავიწყოთ წინა წლების გამოცდილებით, ხო? აი მაგალითად მე დავიწყებ ჩემი დროიდან. მე როცა ვაბარებდი რა ხდებოდა და მე მიშას დროს რა ხდებოდა და ეხლა სანამ ამ განათლების რეფორმას დაიწყებდნენ რა ხდებოდა, ხო? ჩემ დროს ესე იყო მაგალითად თეატრალურში ყველაზე ადრე გამოცდები ტარდებოდა თეატრალურში. რომ რაღაცა მომხდარიყო და ვერ მოხვედრილიყავი, ხო? სიტყვაზე ვამბობ უნივერსიტეტში. შემდეგ დრო გქონდა იმისთვის, რომ საერთოდ გარეთ არ დარჩენილიყავი და სადმე კიდე მიგეღო გამოცდებში მონაწილეობა და თუ თეატრალურში ვერ მოხვდებოდი, სადმე მაინც რო ჩაგებარებინა, რომ გარეთ არ დარჩენილიყავი. უნივერსიტეტის გარეთ, რადგანაც მაშინ ეს პირდაპირ იყო მიბმული იმაზე, რომ სამხედროში გამოგიძახებდნენ და წაგიყვანდნენ ჯარში და მაშინდელ ჯარში, მე ახლა საუბარი მაქვს 1999 წელზე. მაშინდელ ჯარში არავის არ უნდოდა და ბუნებრივიც არის ეს. რატო არ უნდოდათ? იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცის გამო, გარდა იმისა, რომ იქ ვერაფერ სამხედრო განათლებას ვერ მიიღებდი, თუ არ აპირებდი, რომ ჯარში გაგეგრძელებინა შემდეგ მოღვაწეობა და რამე. მხოლოდ ის, რომ ავტომატის დაშლა აწყობას გასწავლიდნენ და რაღაცა ელემენტარულებს, რაც სიტყვაზე ვამბობ, სკოლის სამხედროს გაკვეთილზეც გაგვივლია ჩვენ, ჩემ დროს იყო, ეხლა არის თუ არა, არ ვიცი. ხო, ამის გულისთვის არავის არ უნდოდა ჯარში. იმის გამო, რომ ჯარში არ წასულიყავი, სადმე უნდა გესწავლა. სადმე რა უნდა გესწავლა, თუ იქ ვერ მოხვდებოდი, სადმე მაინც რომ მომხდარიყავი, ისიც კარგი იყო, იმიტომ რომ სწავლის პერიოდში არავინ არ წაგიყვანდა ჯარში. შესაბამისად, ყველას უნდოდა ისეთ დაწესებულებაში მოხვედრა, სადაც რომელსაც ჰქონდა სამხედრო კათედრა. მთავარი ის კი არ იყო ვისწავლი თუ რაღაცა. მთავარი იყო სამხედრო კათედრა, ხო აქ კაცო ჯარში არ წამიყვანენ და მოიცა რა. აი ეს ხდებოდა ჩემ დროს. ეხლა ეს ზოგადად ესე ხდებოდა. ეხლა გადმოვინაცვლებ კონკრეტულად თეატრალურზე, ხო? ჩემს დროს, ჩემი კურსელები ვიყავით 4 სხვადასხვა ჯგუფი. დათო კობახიძის, შალვა გაწერელიას, მედეა კუჭუხიძის და გოგი ქავთარაძის ჯგუფები. ეს 2 ჯგუფი აიყვანეს ჩემ დროს. მე ვიყავი დავით კობახიძესთან და
ზოგი ვისთან. თითო ჯგუფში ვიყავით 13 კაცი. მე ზოგს დაგვემატა რომ რაღაცა აკადემიური ქონდა ვიღაცას აღებული შემოგვიერთდა რამოდენიმე კაცი ესა და ჯამში ვიყავით 15 თუ რაღაცა. მაგრამ ადრე ორი შენობა არ ქონდა თეატრალურ უნივერსიტეტს, ქონდა მარტო ერთი, რომელიც მდებარეობს რუსთაველის თეატრის გვერდით, სადაც არის თეატრალური უნივერსიტეტი ცენტრალური. თეატრალურში სწავლობდნენ მსახიობები, რეჟისორები, მუსიკალური თეატრი, თოჯინების თეატრი, პანტომიმის თეატრი, კინომსახიობთა თეატრი, ისა კინომსახიობთა თეატრი მეთქი ბოდიში, კინომსახიობები, კინორეჟისორები, თეატრმცოდნეები, კინომცოდნეები, ხელოვნებათმცოდნეები და ნუ კაი, ეს კიდე ჯანდაბას შედის თეატრალურ ხელოვნების ირგვლივ ტრიალებს ეს ყველა ერთად არის რა. თეატრი თუა, თეატრმცოდნეც არის, კინო თუა, კინომცოდნეც არის და ასე შემდეგ რა. მაგრამ აი ტელედიქტორებს რა უნდათ მაგალითად თეატრალურ უნივერსიტეტში. აი ვერაფრით დღემდე მაგას ვფიქრობ, რომ რატო უნდა ყოფილიყვნენ ტელედიქტორები თეატრალურში, თუმცა ნუ თუ ჩავთვლით იმას, რომ ეკრანზე უნდა იყვნენ მაინც და კამერასთან მუშაობა უნდა ისწავლონ და ასე შემდეგ, კიდევ დასაშვებია, რომ კაი ეგენიც იყვნენ თუ რაღაცა. მათემატიკოსებიც იყვნენ, იურისტები, რაღაცა ისეთი გაუგებარი ფაკულტეტის ტიპებიც იყვნენ იქ რა, ჩემ დროს. ეხლა გეკითხებით. უნდა ყოფილიყვნენ თუ არა ესენი იქ? არა, არ უნდა ყოფილიყვნენ. მაგრამ ფასიანი ჯგუფები იყო და ნუ რაღაცა შემოსავალი თეატრალურსაც რჩებოდა მაგითი ისა და ნუ დართანება ჩემ დროს გიგა იყო ლორთქიფანიძე, ღმერთმა გაანათლოს არაჩვეულებრივი უნიჭიერესი დიდებული გიგა. ხო და ნუ იყო ესე რა, ნუ მაშინ გადარჩენის თემა იყო, რომ რაღაცნაირად შეენარჩუნებინათ ბევრი რაღაცა, მაგრამ და ამისთვის ყველაფერზე მიდიოდა ნებისმიერი უნივერსიტეტის დეკანატი თუ რექტორი. გავიგეთ ესეც. ამ 13 ბავშვიდან თითო ჯგუფში ამდენი იყო, ხო? 13 თუ 14 ვიყავით, ხო? 14-დან იყო ნახევარი უფასო, ნახევარი ფასიანი. ხო. ნუ მე მესმის, რომ მსახიობის ხელოვნება ისეთი რაღაცაა, რომ შეიძლება, ნუ თუ მონაცემი აქვს რაღაცნაირად ბავშვს, შეიძლება მეოთხე კურსზე გაიხსნას ის. ეს ამ პროფესიის სპეციფიკა ეს არის, რომ მეოთხე კურსზე გაიხსნება და მე აი ის რაღაცა ნიჭი ოდნავ თუ აქვს და რაღაცა გაამართლებს და აი გაისვრის ის მსახიობი. მაგრამ დავანებოთ თავი ამ თეატრალურ უნივერსიტეტს და ეხლა გადავიდეთ გლობალურად რა ხდებოდა მაშინ უნივერსიტეტებში. არც ერთ უნივერსიტეტში თუ ძალიან მაგრად არ სწავლობდი, ხომ? თუ ძალიან მაგრად არ სწავლობდი, ვიღაცას ესე იგი ფულს აძლევდი, რომ იმას ნიშანი დაეწერა შენთვის. სხვანაირად გამორიცხული იყო. ეს არის ფაქტი. GPI არის ერთ-ერთი ტექნიკური უნივერსიტეტი ქვია ეხლა, მაგრამ მაინც GPI შესჭა ბოლომდე რა. GPI, ანუ ტექნიკური უნივერსიტეტი არის, უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში ჩემი აზროვნებით, ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი, სადაც არქიტექტორები, ინჟინრები, ყველა ეს სწავლობს GPI-ში, ამთავრებს GPI-ს. ყველა ამ ფაკულტეტის სტუდენტები იხდიდნენ ფულს, რომ მათ ლექტორს დაეწერათ ნიშანი მათთვის და ასე გადასულიყვნენ კურსიდან კურსზე, ასე დაემთავრებინათ და ასე იღებდნენ დიპლომებს. მათ შორის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. მე ეს ადრე გადაცემებშიც ამაქვს ნათქვამი და ეხლაც გავმეორდები. აი იმიტომაც ეხლა მაგას ვიმკით ჩვენ დღეს საქართველოში,
რომ ნორმალური ექიმი არ ყავს, ნორმალური ინჟინერი არ ყავს, ნორმალური აგრონომი არ ყავს და არც ერთი ეს ჩვენ არ აქვს დღეს. და არამც თუ არ აქვს, არც პედაგოგი არ ყავს, მაგისი რომ ეგ ასწავლოს წესიურად ვიღაცას. ეხლა გავაგრძელოთ მაგ მიმართულებით, რასაც ეხლა ვამბობდი, ხო? აი მაგას ვიმკით ეხლა დღეს ჩვენ ყველა სფეროში. აი ეხლანდელი სისტემის მიხედვით, მაგალითად. ბავშვს უფლება ჰქონდა აერჩია 5 სხვადასხვა უნივერსიტეტი და არა მარტო სხვადასხვა უნივერსიტეტი, ამ 5 სხვადასხვა უნივერსიტეტში სულ ყველგან სხვადასხვა ფაკულტეტიც კი შეეძლო აერჩია, ხო მართალი ვარ? მართალი ვარ. ესე იგი რა ხდება ახლა? მე პირველი მიწერია სიტყვაზე ვამბობ, თეატრალური უნივერსიტეტი. სიტყვაზე პირობითად. თეატრალურ უნივერსიტეტში თუ ვერ მოვხვდები, ანუ ეს მაგას ნიშნავს, ხო? ანუ თუ თეატრალურში ვერ მოვხვდები, მერე მიწერია ის რა ქვია, ილიაუნი. მერე მიწერია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ანუ თესევ. მერე მიწერია სეუ, მერე მიწერია სასოფლო თუ რაღაცა. ანუ ეს რას ნიშნავს? უყურე, აქ თუ კონკურენცია დიდი იყო და ჩემი ქულებით, ჩემი აზროვნებით და განათლებით ვერ მოხვდი, აქ მაინც ხომ მოხვდები. ესე იგი ეს ნიშნავს უკვე რომ ეს ამასთან შედარებით მაღალი დონეა, ეს დაბალი დონეა და შედარებით უფრო ნაკლებ განათლებულ ტიპებსაც აიყვანს, იმიტომ რომ დაბალი თამასა აქვს, ხო მართალი ვარ? აქ თუ ვერ მოხვდები, აქ მაინც ხომ მოხვდები. აი ესე იგი გამოდის რომ ამაზე უარესი ეს არის. აყვანის პრინციპით, იმიტომ რომ ფაქტიურად უკვე გაუნათლებელი აყავს ამას, ძალიან გაუნათლებელი. აქაც თუ ვერ მოხვდები, მე აქ მოხვდები, იძახის ვიღაცა. აი ესე იგი რა გამოდის, რომ სამ უნივერსიტეტში შენ არ გეყო განათლება, არ გეყო იმის ტვინი, რომ იქ ჩაგებარებინა და მომხვდარიყავი და მეოთხეში ხომ მაინც მოხვდი. თუ მეოთხეში არ მოხვდი, მეხუთეში მაინც ხომ მოხვდი, ეს არის უკვე როგორ იცი, ბალასტი. აი ბალასტი გადასაგდები ქუჩაში რო არ ეგდოს ის რა ქვია ხორცის მასა, ხო? წაიღო ამან. ესე იგი ეგ გამოდის. ლოგიკურად ეგრეა, ხო? თუ აქ არ გეყო, აქ ხვდები, თუ აქ არ გეყო, აქ ხვდები, თუ აქ არა, აქა და აქ თუ არა, აქ. ეს არის ლოგიკა. ეხლა ლოგიკა კიდე რა არის? რომ ამაში უნდა აიღო 100% რომ შენ თუ 95 არის ყველაზე ცოტა რამდენიც უნდა აიღო რომ შენ უფასოზე ისწავლო, ხო? თუ ვწდები შემისწორეთ, მაგრამ მე მგონია რომ ეგრეა. სადაც სახელმწიფო გაძლევს იმის საშუალებას რომ უფასოზე ისწავლო. აქ თუ ვერ მოხვდი, აქ 75 მოხვდი თუ რაღაც 65-ით, ხო? ესე იგი გამოდის რა, რომ 40%-ს გიფინანსებს სახელმწიფო, 65-ს თუ რაღაცა 60%-ს აფინანსე, ანუ იხდი შენი ჯიბიდან. აქ თუ მოხვდი, ხო? პირი უკვე 20%-ს გიფინანსებს სახელმწიფო და შენ უფრო მეც იხდი შენი ჯიბიდან. აქ თუ მოხვდი 10%-ს, აქ თუ მოხვდი 5%-ს, ესეც გააჩნია ქულებით. შეიძლება ყველგან სადაც რაც გეწერა, ყველგან უფასოისა ფასიანზე მოხვდე, ხო მართალი ვარ? ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ შენი საშუალო განათლების დონე და ხარისხი არის არადამაკმაყოფილებელი იმისთვის, რომ შენ მოხვდეს და ისწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტში შენი ტვინით და შენი აზროვნებით და შენი მონაცემებით, რაც შენ სკოლის განმავლობაში დააგროვე. იქ ხო არავინ არ აგთხოვს შენ ეს რა ქვია, უმაღლესი მათემატიკა მომიტანე და ჩამაბარეო, ხო? გთხოვენ მისაღებ გამოცდებზე მხოლოდ იმას, რაც შენ გაიარე სკოლაში. ანუ სკოლის მასალას. ხო მართალი ვარ? კარგი. ეხლა ესე იგი შენ განათლებით არ ახარ შესაბამის დონეზე, რომ შენ ჩააბარო უნივერსიტეტში. რახან აქ ვერ მოხვდი, მე აქაც ვერ მოხვდი, მე აქაც ვერ მოხვდი, აქაც. ანუ ეს ხო იმისავით არის, რა ქვია,
საფეხურები ვითარი, ანუ პირველ საფეხურზე ვიღაცა არის და იმას ესე იგი მაღალი მოთხოვნები აქვს, რახან იქ გინდა პირველი. იქ ვერ მოხვდი. მერე უფრო დაბალი დონეა, მერე უფრო დაბალი დონეა, მერე უფრო დაბალი დონეა და ბოლოს არის რომ გადავრჩე და გარეთ არ დავრჩეა. აი ხა მე გეკითხებით თქვენ. მე ვარ მშობელი. ჩემი შვილი აბარებს უნივერსიტეტში, ვთქვათ. და მე ვკმაყოფილდები იმას, რომ ჩემი შვილი თუ ვერ მოხვდა პირველში, ვერ მოხვდა მეორეში, მესამეში, მეოთხეში და მეხუთეში, აიღო მხოლოდ 5%-იანი დაფინანსება სახელმწიფოსგან. და დანარჩენი 95 არის ჩემი ჯიბიდან სახდელი. ეხლა მე თქვენ გეკითხებით. რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის? იმ 5% სახელმწიფო დაგიფინანსებს თუ არ დაგიფინანსებს? აი რა აზრი აქვს რა? 4500 ლარი რომ აქვს სახდელი თვეში, იმის 500 ლარი 5000 გადავიხდი თუ 4500, ჩემთვის უკვე არაფრით მნიშვნელობას არ წარმოადგენს. არავითარ აზრს არ ქმნის ეგ. ხო მართალი ვარ? მართალი ვარ, იმიტომ რომ ეგრეა. ანუ ჩემო შვილო, შენ ვერ ისწავლე ისე, რომ მოხვედრილიყავი პირველში, რომ უფასოდ გესწავლა. ვერც მეორეში ვერ მოხვდი, რომ აგეღო 80%-იანი, კი არა და 40%-იანი დაფინანსება. ვერც მესამეში ვერ მოხვდი, ვერც მეოთხეში და მეხუთეში მოხვდი და მე, რა ქვია, რახან შენ მოხვდი, ხო? მე ახლა ავდგები და 4500 ლარს გადაგიხდი? არ გადაგიხდი. იმიტომ რომ განათლება, შენი განათლება, ჩემო შვილო, გჭირდება შენ და არა მე. გამიგეთ? შენ გჭირდება იმისთვის, რომ შენ ცხოვრებაში გამოგადგეს შენი განათლება, ეგ გჭირდება შენ და მე არა. კი, ხელს შეგიწყობ. სწავლის განმავლობაში შეგიქმნი ყველა პირობას, რომ შენ შეეძლო და თუ რაღაცაში გაქვს ნიჭირო იმაში შენ თვლი, რომ შენ ბედნიერებას ხედავ იმაში, რომ გამოხვალ ექიმის სიტყვაზე მომობ, ხო, კი ბატონო, ექიმს ჭირდება ქიმია, მათემატიკა, ისა, ეს რაც ჭირდება, არ ვიცი ახლა ყოველ შემთხვევაში რა გამოცდები ბარდება მაგრამ ჭირდება ეს, ხომ? კეთილი ინებე მაშინ და იყავი ფრიადოსანი მაგ საგნებში, რაც გჭირდება. მე თეატრალურში რო ვაბარებდი, მჭირდებოდა ქართული და ისტორია და ქართულშიც ფრიადოსანი ვიყავი და ისტორიაშიც. ხო. ანუ კეთილი ინებე, ისწავლე, დაგჭირდება რაღაცა წახმარება ცოტა მატერიალური ის, რომ თქვათ, რაღაცაში ჩამორჩი ავადმყოფობის გამო, იმის გამო დაგიქირავებ რეპეტიტორს, კი ბატონო, რომ ის განვლილი პროცესი, რაშიც შენ ჩამორჩი სკოლაში, ის აგანაზღაურებინოს დროებით, მერე დაეწიო პროგრამას და მერე ჩვეულებრივად განაგრძო სწავლა სკოლაში. და შენ თვითონ დაინტერესდე შენივე საგნით და შენ თვითონ ისწავლო ის ისე, რომ შენ აღარ დაგჭირდეს არავისი არაფერში მომზადება. ეხლა ატყდა აქ ერთი ამბავი, რომ აუ, მაგითიო, რაც შეიძლება ნაკლები ხალხი მიიღებს განათლებას, რაც შეიძლება მეტი როცა იღებდა განათლებას, რომელი ყავს განათლებული, ისმის კითხვა ესეთი. რომელ პროფესიაში ყავს ჩვენ განათლებული კადრი? რომელში, რომელი პროფესია გვაქვს ეგეთი ქართველებს? დღეს, სადაც ყავს პროფესიონალი კადრები. 100-დან მხოლოდ 2% არის რაღაცაში პროფესიონალი, დანარჩენი არის ბალასტი, მიბმული რაღაცაზე ან ვიღაცაზე. ეს არის ფაქტი. სამედიცინო სფერო არ გვივარგა ჩვენ, ინჟინერები ჩვენ არ გვყავს, აგრონომები ჩვენ არ გვყავს, მეღვინეები ჩვენ არ გვყავს, არაფერი ის, რაც ჩვენ ქვეყანას ჭირდება და არავინ ის, ვინც ჩვენ ქვეყანას ჭირდება, არ გვყავს პროფესიონალი კვალიფიციური კადრი. რაც შეიძლება მეტმა მიიღოს განათლებაზე რომ ვიყავით გადასული, ხო? ეხლა ჩემთვის რა არის კარგი ამ ცვლილებაში? გინდა სწავლა უფასოდ? შეგიძლია რომ ისწავლო უფასოდ, კეთილი ინებე ისწავლე ისე სკოლაში, რომ შენ ადგე ჩააბარო, მიიღო შესაბამისი ქულები და მოხვდე უფასოზე. ვერ მოხვდები უფასოზე, ის კერძო უნივერსიტეტი ისევ არის. წადი და თუ გაქვს ფული, ისწავლე იქ. ვერ ისწავლე იქ, არ გაქვს ფული, დაჯექი ერთი წელი, მოიმზადე კარგად და ჩააბარე მეორე წელს
ოღონდ მოემზადე ისე კი არა რეპეტიტორებთან რომ დაათრევენ ბავშვებს და თვითონაც არიციან ის ბავშვი რეპეტიტორთან მივიდა, არ მივიდა, გააცდინა, არ გააცდინა, რა ისწავლა, რა არ ისწავლა, რეპეტიტორი უქებს ბავშვს, იმიტომ რომ იმან არ წაიყვანოს თავის ბავშვი სხვასთან. გამიგე, ამასაც იმ რეპეტიტორიდან არ გამოყავს ბავშვი. გონია რომ ესე ემზადება კაცო ჩემი აბას ასწალია მაგას თუ რაღაცა და სინამდვილეში ბავშვი სად არის რეპეტიტორი მაინც ურეკავს მშობელს და ეუნება რომ კი დღეს ძალიან კარგად იმუშავა თუ რაღაცა სინამდვილეში არავინ არაფერი არ იმუშავა ის იმ რეპეტიტორმაც გაახალტურა და საბოლოო ჯამში მივიღეთ ბალასტი გაუნათლებელი და ასე შემდეგ და რას იძახით ახლა თქვენ რომ თუ გრანტები იქნება და ბავშვები ჩააბარებენ ესე კერძო უნივერსიტეტებში სადღაც იქ განათლების დონე ისეთია გამიგე რომ იქ დამთავრებული ტიპი გამოვა თუ აინშტაინი არა ვიღაცა ეგეთი მაინც ამას ვიძახით ჩვენ კონკურენციაზე ხსმენიათ რამე მე ხლა ამ შემთხვევაში იმათ მიუმართავ ვინც გამოვიდა და აპროტესტებს და რაღაც ისეთებს იძახის რომ აი აქ სპეციალურად უნდათ რომ რაღაცა უტვინო ახალგაზრდობა გაიზარდოს და მე ამათ რაღაცა განათლება თვითონ როგორც უნდათ ისე მისცენ და რაც უნდა ის დაუწერონ წიგნში და ის წააკითხონ რაც თვითონ აწყობთ თუ რაღაცა შვილო რანაირად უნდა წაგაკითხონ და გასწავლონ ის რაც თვითონ უნდათ რა შენ ჯერ ერთი ინტერნეტი არსებობს ჯერ ერთი მილიონი რაღაცა არსებობს საიდანაც შენ შეგიძლია ინფორმაცია მიიღო მე შეიძლება ჩემ თაობას უყვირდეს ეხა და არ იცოდეს კომპიუტერთან მუშაობა და მეც ესე ვარ რაღაცეები ვიცი რაღაცეები არ ვიცი და შეიძლება ჩვენ გვიყვირდეს ეს და ხელოვნური ინტელექტები და რაღაცეები ჩემ თაობას გაუკვირდეს და ჩემ წინა თაობებს კიდე ხო ანუ მე მილენიალი თუ რას ეძახით თქვენ ეგ თაობა ვარ 80-იანი ვარ შესაბამისად შეიძლება ჩვენ თაობას რაღაცა ვერ აუღოთ ალგო რაღაცებს დროებით იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ინტერესიანი თაობა ვიყავით და გვაქვს ეგ რაღაცეები და შეგვიძლია ვისწავლოთ და ასე შემდეგ ხო მაგრამ ახალგაზრდებს რა რითი აკვირებ რომ რა ვიღაცა თანამედროვე ისტორიაში შეცვლის რაღაცა ორ სიტყვას და იტყვის რომ ბიძინა მეცენატი იყოვო გამიგე ამაზე გოგებაშვილს არ გიცვლის შოთა რუსთაველი ყველგან შოთა რუსთაველია ის რა ქვია გალაქტიონ ტაბიძე ყველგან გალაქტიონ ტაბიძეა და ასე ბუტყო ყველგან ბუტყოა და ტრიანა ყველგან ტრიანაა და მემბრანა ყველგან მემბრანაა და რანაირად შეიცვლება სხვანაირად რანაირად შეცვლი შოთა რუსთაველს აბზაცებს ამოაკლებ თუ სხვა პოეტის რაღაცეებს ჩასვავ შიგნით შოთა რუსთაველს რო ასწავლის რომელ კლასშიც ისწავლება შოთა რუსთაველი ხო მერვეში თუ მეცხრეში თუ როცა არის რა ვინმე შეგიცვლის მაგას სასკოლო პროგრამა ხო ერთი და იგივეა რა საჭიროა შოპენჰაუერის მიხედვით დაგეგმილი იმიჯი რაღაცა იმიტომაც იზრდებიან დებილები ნახევარზე მეტი ის რა ქვია ორ სიტყვას ვერ აბავენ ერთმანეთს აი ფაქტი არის ეს ვერაფერზე ვერ საუბრობ გარდა იმისა რომ ის რა ქვია გატლეკილი აქვს ენები და არ რახუნებენ რაღაცებს თვითონაც არიციან რაზე ლაპარაკობენ და ადამიანის უფლებები და რა ქვია თავს დავდებ რომ ვინც ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობს ბოლომდე არა აქვს ეგ წაკითხული ადამიანს რისი უფლებები გააჩნია და რისი არა არც აქვს წაკითხული. აი ვიღაც გაუგია, აი კომპიუტერში რაღაცა გაუგია, რომ იქ რაღაცა ადამიანს თურმე ქონია ამის უფლება. აჰა, გაიგე ეს ყოფილა თურმე. შვილო, წიგნია ეგა და წაკითხვა უნდა მაგას და უნდა გაიგო, თუ გაინტერესებს ადამიანის უფლებები, არსებობს მაგის შესაბამისი სახელმძღვანელო და წაკითხვა უნდა მაგას. შენ აქ რაღაცებს მოისმენ ტელევიზორით, მე გამოდიხარ მე ბლატავები, ხო? ეგრე არ არის ბიძია. ეს არის სინამდვილე და სიმართლე. ძალიან კარგია ის რომ სახელმწიფომ გადაწყვიტა რომ თუ შენ სახელმწიფოს უნივერსიტეტში ჩაირიცხე მე გაძლევ პირობას რომ ისწავლი უფასოდ. კარგია ეგ, ძალიან მაგარია. კეთილი, იმაზე კი არავინ ლაპარაკობს რომ არიქა ბიჭო, კარგად ვისწავლო და იქნება და ჩავაბარო და მოვხდეს უფასოზე. ამას კი არ ლაპარაკობენ. რატო უნდა ვისწავლო მე ისე კარგათო რომ მოვხდე უფასოზეო? ამას იძახით თქვენ სინამდვილეში. ამას იძახით სინამდვილეში თქვენ. იმასაც ვერ ხვდებით რომ რატო ის გრანტი მე მოვიგე და მინდა იმაში ვისწავლი, მინდა ამაში ვისწავლი. რას ქვია მინდა იმაში ვისწავლი, მინდა წადი გინდა ისწავლი, წადი გადაიხადე მაშინ კაცო. მე რომ მინდა ჰარვარდში სწავლა, ხო, სახელმწიფო კი არ მიფინანსებს მაგას ბიძია. მე თვითონ ვიხდი იმის ფულს.
ვინ დაგიფინანსებს ჰარვარდს? ან ნებისმიერ ისეთ უნივერსიტეტს, სადაც ის რა ქვია 100,000-ზე მეტი ჯდება ის რა ქვია სწავლა. კი, იქაც არის რაღაცა საგრანტო სისტემა, შეიძლება მოიგო რაღაცა პროცენტი, 60% დაგიფაროს სახელმწიფომ, ისიც რაღაცა რაოდენობა წლები. ბოლომდე არც იმას არ დაგიფარავს სახელმწიფო. ამიტომ არის იქ, რომ ბავშვობიდანვე მშობლებს აქვს განკუთვნილი ბავშვისთვის რაღაცა ის რა ქვია ფონდი თუ კარტა თუ რაღაცა გახსნილი და იმ კარტაზე ურიცხავენ მთელი ცხოვრება როგორც ბავშვი რო იზრდება, ხო? მთელი უნივერსიტეტამდე, კოლეჯამდე პერიოდი იმ ბავშვის ანგარიშზე დებენ თანხას, რომ მე ის კოლეჯში რო შევა, უკვე იმან თავისივე ბიუჯეტიდან იხადოს ის და არ მოუწიოს ორ ადგილას მუშაობა, რომ უნივერსიტეტის გადაიხადოს, ისწავლოს კიდევაც და ასე შემდეგ, ხო? ანუ ამას აკეთებენ უცხოეთში იმიტომ, რომ ყველგან ყველაფერი არის ფასიანი. გარდა შვედეთში მე მგონი და რამოდენიმე სკანდინავიური ქვეყანაა, სადაც ეს რაღაცა ის არის სოციალური სიტუაცია არის უფრო სხვანაირად მოწყობილი იქ რა. განათლება უფასოდ არის, სამედიცინო რაღაცეები უფასო არის და ასე შემდეგ. ეხლა არა ვართ ჩვენ შვედეთი, ბოდიშს გიხდით ყველას, მაგრამ შვედეთი, სანამ შვედეთი გახდებოდა, მანამდე განათლებული ხალხი მიიღო ყველა პროფესიაში იმან და იმ განათლებულმა ხალხმა გახადეს შვედეთი, თორე ჩვეულებრივი ვიკინგები იყვნენ, დარბოდნენ იმ ბეწვიანი იმიდი, როგორც ჩვენს დარბოდით რაღაცეებით ადრეულ იმაში, რა ქვია, საქართველოში, ხო? განათლებით გაჯობეს იმათ ნიჭიერებით გაჯობეს იმითი რა ქვია მეტი რაღაცა შანსები გამოიყენეს, მეტად გაანძრიეს ტვინი, მეტად ივაჭრეს სხვებთან, მეტად რაღაცეები ქნეს და ამის მიხედვით მე შედგა უკვე ქვეყანა ისე რომ იმას უკვე სამედიცინო აქვს უფასო გეანცვალე გინა ავადმყოფობაქჭის რაღაცაში მიხვალ უფასო დაწვევი გიპურნალებენ მოგარჩენენ სხვაგან კი არ გაგიშვებენ სხვა ქვეყანაში, აქ ვერ მოგარჩენ, წადი იქ იმკურნალეო კი არ გეტყვიან, იქვე მოგარჩენენ იმ ქვეყანაშივე. აი ამაზე არის ჩემო კარგებო ლაპარაკი. ეხლა რაც მეც იყვირებთ ამაზე, რომ აი გრანტები რატო არა და გრანტები რატო არა, აი იმიტომ არა. გეუბნები მე ვარ სახელმწიფო, გინდა უფასოდ სწავლა, ისწავლე სკოლაში ისე, რომ ჩააბარო სახელმწიფოში, სახელმწიფო უნივერსიტეტში და ასეთი არის 40-მდე დაახლოებით. რომ ისწავლო უფასოდ. ვერ ისწავლე ის შესაბამისად რომ იქ მოხვედრილიყავი? მაშინ წადი და იხადე ფული და ისწავლე სადაც გინდა, კაცო. მაინც ეგრე აკეთებთ 80%. უფასოზე ვინც ხვდება და 100% დაფინანსებას ვინც იღებს, ეგეთი არის საქართველოში 20%, არც კი 10. მაინც ხო და იმას კი არ იძახით თქვენ რომ არიქა ბიჭო ნახე რა შანსი მომეცა რომ მე თუ ეხა აქ სკოლაში კარგად ვისწავლი და მე თუ მექნება განათლება შესაბამისი ხო ჩემ მშობლებს აღარ დააწვევათ ეს კისერს და ჩავაბარებ მე ჩემ ჭკუით მოხვდები იმაში რა ქვია სახელმწიფო უნივერსიტეტში და ვისწავლი უფასოდ და ვიქნები პროფესია შესაბამისად თუ კარგად ისწავლი უფრო მეტი განათლება გექნება ხო რომ ჩავაბარო იქ რო ჩააბარებ ეხა მაგასაც სავარაუდოდ ალბათ გააკონტროლებენ იქ რომ იქაც რაღაცა ის უნდა იყოს ჩემი აზრით უფრო მკაცრად უნდა იყოს რაღაცა ეტაპი გიყურონ იქ თუ ჩამოცდი 4-იანი თუ რამდენი ბალია თქვათ 10 ბალიანი სისტემით 10 ბალი არის უმაღლესი შეფასება ხო მარტო 8 ქულას თუ ჩამოცდები უკვე შენ გარიცხვაზე უნდა გქონდეს საქმე ის კი არა რომ 7-ებით დაამთავრა და 6 ნახევრებით თუ რაღაცა გარიცხვაზე უნდა გქონდეს საქმე როგორც კი 8 ქულას ჩამოცდები ნებისმიერ საგნებში რასაც შესწავლობ იქ და უნდა ისწავლო იქ ის რა პროფესიაც გააქვს და იმ პროფესიაში გჭირდება იმისი არ იყოს რა თეატრალურში გვასწავლიდნენ იმას რა ქვია რუსული თეატრის ისტორიას კი არა და რუსული ლიტერატურის ისტორიას კი ბატონო კაცო ლიტერატურაა და გჭირდება მსახიობი ხარ და წაიკითხავ და რაც მეც წაიკითხავ
მაგრამ ჩვენ გვასწავლიდა დონარა კანდელაკი და ეხლა დონარა კანდელაკს უნდოდა რომ ფილოლოგიის დონეზე მცოდნოდა რუსული მე ეხლა და რუსული ლიტერატურის ისტორია და ის რა პუშკინი რომ დუელში გამოიწვიეს თუ რაღაცა როგორი ამინდი იყო და რაღაც ეგეთ შეკითხვას მისვალდა და თავისთავად არ მომეწონებოდა მე ეგ იმიტომ რომ არ არის ჩემი პროფესია ლიტერატურად მცოდნეობა თუ რაღაცა რა ჩემი პროფესია მსახიობი იყო და მეც ვიცი რომ რაც მეტი ვარ ნაკითხი მით უკეთესი მით მეტი მაქვს მარაგი ტვინში ენაში ყველგან და ეს მე მჭირდება და მე ისედაც ვკითხულობ რაღაცეებს და სულ მაინტერესებს და სულ ახალ რაღაცეების ძიებაში ვარ და ეს ბუნებრივიც არის იმიტომ რომ ამის გარეშე ვერ იქნები შემსახიობი გაუნათლებელი მსახიობი ვერ იქნები და როგორც მსახიობი ვერ იქნები გაუნათლებელი ხო უბრალოდ ნაკითხი გაუნათლებელი მსახიობების მეტი რა არის გადახედე აი იმდენია რომ ქვეყნის მაგრამ მე ვამბობ აი ნაკითხი უნდა იყოს მეტი რა იმიტომ რომ გეტყობა ეს სცენაზეც გეტყობა შენ ნაკითხი ხარ თუ არ ხარ და ასე შემდეგ ყველაფერზე გეტყობა ეს რომ მსახიობი გაუნათლებელი ექიმია აი რატო ის მოკლავს კაცს ხო გაუნათლებელი უნიჭო მსახიობზე იტყვიან რა უნიჭო იყო კაცო ისო და დამთავრდება ამ არავის არ მოკლავ არავნებ ბოლო მაქსიმუმ შენი პარტნიორი დააზარალო რომ იმიტომ რომ შეიძლება ის გამოჩენილიყო კარგად და იმის გამო რომ შენ რაღაცა ვერ გააკეთე შეფასება რაღაცა მაგის გულისთვის იმასაც გაუფუჭე საქმე და ბოლო მეორე და მესამე სპექტაკლის მერე აღარავინ აღარ დაგაკავებს სპექტაკლში და დამთავრდება ამით მაგრამ ინჟინერი გაუნათლებელი ინჟინერი დაინგრევა იმის აშენებული ხიდი გვირაბი ექიმი მოკლავს კაცს ან სხვა დიაგნოზს დაუსვავს და მერე რომ მიდიან თურქეთში და თურქეთი რო გვაჯობებდა როდესმე ჩვენ რამეში მათ შორის სამედიცინო თემებში ეს არ წარმოედგინა არავის მაგრამ გვაჯობა ხო იმიტომ რომ თავის დროზე კონკურენცია შექმნეს იქაც ჩადეს ფული იმეებში გაუშვეს ასწავლეს ჩამოიყვანეს ისინი მერე დანიშნეს ლექტორებად იმათ ასწავლებინეს უკვე ახალ თაობებს და იმათი გაზრდილი ახალი თაობები არის დღეს რომ ჩვენ გვასწავლის იმას რა ქვია სამედიცინო იმას რა ქვია რაღაცეებს და აქედან სიმსივნის დიაგნოზს დასმული ადამიანი ჩავიდა იქ და არაფერი არ აქვს შენ მინდა გისვა ეს დიაგნოზიო აი ესე უთრეს თურქეთში და გამოუშვეს უკან არც კი მიაგჭირდება და არაფერიო აი ეს ვართ დღეს ჩვენ და ამ სიტუაციაში რომ ეს განათლების რეფორმა ტარდება ძალიან კარგია ეს ძალიან კარგია იმას კი არ ამბობ თქვენ რომ არიქა ბიჭო კარგად ვისწავლო ეხლა და ჩავაბარებ მე და უფასოზე უნდა მოვხდე უეჭველი არ მინდა მე ფულის ხდა იმაში რაც შემიძლია უფასოდ მივიღო ეს არის განათლება ხო გითხრა მთავრობამ ჩააბარე სახელმწიფო უნივერსიტეტში გასწავლი უფასოდ რატო არ გინდა კარგად ვისწავლი და ჩავაბარებ ისა რა ქვია უფასოზეო კი არ ამბობთ რაც შეიძლება მეტი გრანტი გაეცით რომ მეტმა მიმან ისწავლოს კერძო რაღაცა უნივერსიტეტებში რომლის დამთავრების შემდეგაც გამოდიხართ არაფერი არავინ გაუნათლებელი არაპროფესიონალი და ასე შემდეგ ისევე როგორც ფასიან სკოლებზე წინა გადაცემებში ვისაუბრე მე, ხო? აქაც ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა. ანალოგიური. და რას გულისხმობ ამ ანალოგიურ სიტუაციაში მე რა? 10000 ლარს იხდი რაღაც სკოლაში. როცა შეგიძლია იგივე რაღაცა მიიღო უფასოდ და ის 10000 ლარი გადაუდო შენ შვილს ყოველწლიურად. და რომ დაამთავროს მერე ის თუ მოუნდება იმ ფულით დაახლოებით 120.000 ლარი გამოდის 12 წელიწადში. თუ მოუნდება 120.000 ლარად ნებისმიერ სახელმწიფო და არასახელმწიფო უნივერსიტეტში შეუძლია ისწავლოს თავისი ფულით, დაგროვილი ფულით. ამას არ აკეთებთ. დაკავთ რაღაცა ფულს იხდით, რაღაცაში, ნუ კაი, ეგ თქვენ ნება. როგორც გინდათ ისე. ეხლა ატეხეთ ერთი ამბავი იმის გამო, რომ ეს რა გამოდისო, რომ იმხელა კონკურენცია შეიქმნებაო, რომ რას ქვია კონკურენცია? რას ქვია კონკურენცია, რას ქვია? რა, მე 100 ქულა ავიღე და იმანაც 100 ქულა იყო. რა, მე რა გამიშვებენ, იმიტომ რომ კვოტა არის, 100 კაცზე მეტი არ უნდა იყოს იქ აყვანილი თუ რაღაცა?
მიიღე ყველა 100 სიტყვაზე ვამბობ 25000 სტუდენტი აბარებს წელს. 25,000-მა რომ უმაღლესი შეფასება მიიღოს. ხო 25,000 უფასოდ ისწავლის. მაგრამ ეს ხო გამორიცხულია ბუნებაში, რომ 25,000 რო არის პირობითად. აბიტურიენტი 25,000-მა აბიტურიენტმა ისე მაგრა ისწავლოს, რომ ყველამ დააგროვოს 100 ქულა და ყველა უფასოზე მოეწყოს. ხო გამორიცხულია, შანსი არ არის, 0 ამის შანსი. შესაბამისად, ისინი ვერც გრანტს ვერ მოიპოვებდნენ, ვერც ერთ სხვა უნივერსიტეტში, ვერსად. შესაბამისად, მაინც მშობლის გადასახდელი ხდება ის თანხა, რომ ამან კერძოში მაინც ისწავლოს. შენ თვითონ ხო უნდა ინტერესდებოდე მშობელი რო ხარ, რომ როგორ ჩემი შვილი სახელმწიფო უნივერსიტეტში ვერ მოხვდა. ესე იგი, გაუნათლებელია. ესე იგი არ სწავლობდა, ესე იგი ოროსანია. ჩემ მილენიელების ენაზე გეტყვით რა, ვისაც ჯენზი ხართ თუ რასაც ეძახით რა, მოკლედ ეხლანდელ თაობას. ჯენზი თუ რაც ქვიათ. მოკლედ. ესე იგი ოროსანი ხარ რა? და პრეტენზია გაქვს რომ აიგო მე ვერ მოხვდეო, მერეო გრანტი იქო 20%-იან გრანტს მაინც რა თმინდა შენი 20%-იანი, ესე იგი უნიჭო ხარ, გაუნათლებელი ხარ, ოროსანი ხარ, შენ რა ხარ უნივერსიტეტში რო ჩააბარებ, სკოლაში მიჩვეული რომ შენ არ სწავლობდი მთელი 12 წელი არ ისწავლე და შენ ახლა უნივერსიტეტში ჩააბარებ და იქ ისე ისწავლი, კიდე დამაჯერო ამაში. იქ ისე ისწავლი შენ, რომ 4 წლის მერე შენ მერე ჩააბარებ უკვე მაგისტრატურაზე თუ რაღაცა და მე ასპირანტურაზე და შენ გამოხვალ პროფესორი. ამის იმედი გაქვს? ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვიტყვი მე ამას. სტანისლავსკი არსებობს ეგეთი მოკლედ ვინც საჭიროა გაიგებთ. სტანისლავსკი ამბობდა თავის წიგნში რომ მსახიობსო უნდა კონდესო გარეგნობა, ფიზიკურო ისა, ესა ხმა, მიმიკა, პლასტიკა, რაღაცა და ბოლოს წერია და ცოტა ნიჭიო. მერე წერია ეგეთი რაღაცა, რომ უნიჭოსო, არაფერი არ უშველისო. ნიჭიერებისგანო მაქვსო მე ეს დაწერილიო, იმათ დაკვირვებაზე დავწერე მე ეს წიგნიო. ეს წიგნი ეკუთვნით იმ საშუალო ნიჭის მქონე მსახიობებსო, ვისაც უნდათ რომ დაეუფლონ ამ პროფესიას და ხელობას და თავისი მუშაობით და თავისი მიზანდასახულობით და ჯინით და ჟინით გამოვიდნენ მსახიობებიო. აი იმათ ჭირდება თუ ეს ჩემი სისტემაო. იძახდა სტანისლავსკი. აი ისევე არის ნებისმიერი უნივერსიტეტში სწავლის ამბავი რა. შენ სწავლა თუ გინდა ბიძია, ხო? ისე კარგად ისწავლი საჯაროში. ისე კარგად, ხო? ისე კარგად დაამთავრებ საჯაროს, ისე კარგად ჩააბარებ უნივერსიტეტში და მოხვდები უფასოზე. რომ როგორც დაგიბარებია და თუ სწავლა არ გინდა კიდე შენთვის სულ ერთია სად ისწავლი, ფასიანზე, უფასოზე, კოლეჯში, ტექნიკუმში თუ სად. არა აქვს მაგას მნიშვნელობა. სწავლა არ გინდა ძალიან ბევრი ვიცი მე კაცო, არ შეეძლოთ ეს რაღაც მათემატიკა და ბიოლოგიის სწავლა და რაღაცეების სწავლა და რაც შეეძლოთ იყო და რაც მოწონათ იყო ტრაქტორი და წავიდნენ ისწავლეს ტრაქტორი. ტრაქტორისტები არიან ახლა დღეს და შოულობენ შეიძლება 5 ჯერ უფრო მეც ვიდრე ბიოლოგი შოულობს და ვიდრე ნებისმიერ ეს სასაცილოა. სატირალია, მაგრამ აი სატირალი რო არ იყოს რა, სასაცილოა, მაგრამ ნუ ასეა რა. ჩვენ ყველას დირექტორობა გვინდა, ყველას კაბინეტში გვინდა ჯდომა კაცო. ყველა დირექტორად ქართველი ხო დირექტორად არის დაბადებული, როგორ ახლა ის მიმტანი როგორ შეიძლება იყოს? ტრაქტორისტი რა ქართველი საქმეა ტრაქტორი. ვიღაცა ხო უნდა იყოს ტრაქტორისტი. ვიღაც ხო უნდა იყოს ტრაქტორისტი. ლიფტი რო გაფუჭდა, ლიფტი ხო უნდა გააკეთოს ვიღაცამ ეს ლიფტი.
მექანიკოსი ხო აქ ჭირ ვიღაცა ხო უნდა იყოს მექანიკოსი, ვიღაცა ელექტრიკი არ უნდა იყოს, ვიღაცა ინჟინერი არ უნდა იყოს, ვიღაცა ბიოლოგი, ვიღაცა გეოლოგი და ასე შემდეგ. რაში მჭირდა ადრე იყო ესე მიშას დროს, თუმანიშვილის დროს თეატრალურში. 4 წელიწადში ერთხელ იყო მსახიობების აყვანა. სანამ ერთ ჯგუფს ბოლომდე არ დაამთავრებინებდნენ სამსახიობოს, მანამდე არ აყავდათ ახალი ჯგუფი. მერე ცოტა და 2 წელიწადში ერთხელ, ანუ 2 წელიწადში ერთხელ აყავდათ მსახიობები, 2 წელიწადში ერთხელ რეჟისორები. ეხლა ყოველ წელს აყავთ სამსახიობო ჯგუფები იმაში, თეატრალურ უნივერსიტეტში. აი გეკითხებით ეხლა 20 კაცი რო და თითო ჯგუფში 20-ად არის. 20 კაცი რო დაამთავრებს თეატრალურ უნივერსიტეტს მსახიობი. სად უშვებ ამ 20 კაცს მსახიობს? დაუშვათ ყველა ხორავაა და ყველა ჯავისარი ვერიკოა და ყველა სესილია. სად მიყავს 20 კაცი, სად მიყავს? ხო ტყუილია, გაფანტულია ის, всё, უკვე ის დაამთავრა, თუ სადმე ვინმე ნათესავი რეჟისორი რაღაცაში დააკავებს და ის მე რაღაცა ხელს შეუწყობს და რაღაცა სადმე თეატრში იმას იზავს, რა ქვია, ბუჩქად, მერე ბუჩქიდან რაღაცას და ბოლოს როგორ დარჩება იმ თეატრში, იმიტომ რომ უკვე შეჩვეულია თვალი და იყოსო, ამბობენ, ასე თუ რაღაცნაირად მოხდება თეატრში. თორე გჭირდება აქ საქართველოს ჭირდება 20 მსახიობი წელიწადში? ახალი დამთავრებული. 20 ახალი მსახიობი ყოველ წელს ჭირდება საქართველოს? მაინტერესებს კაცო ისა რა ქვია. აი არის ამაში იმიტომაც იწევს განათლების დონე დაბლა. მსახიობმა მოვლენის დამუშავება არის ის სცენაზე, როგორ შეაფასოს, როგორ ის რა ქვია, გამჭოლი მოქმედება არის ის რა არის და ასე ბევრი რაღაცა არის ის რა არის. ხან პირველ გადაცემაში ვთქვი მაგაზე და ვისაუბრე. და საშინელება ხდება გინა ეკრანზე, გინა სცენაზე. საშინელება. რეჟისურაში ხო აბსოლუტური კატასტროფა. ნუ აი აბსოლუტური კატასტროფა უმრავლესობაში. აი იმის ბრალია ზუსტად ეგ. ხო. ამიტომ ჩემო კარგებო, ყვირილი შეიძლება მთავრობას უყვირო ისეთ რაღაცაზე, რაც მართლა საყვირალია და რაზეც მართლა არის რაღაცა გასაჯაზებელი, მიდი და უნდა გააჯაზო, აბა რა, კაცო, მთავრობა მე რა ჩემი დაქირავებული ადამიანია, რომელმაც უნდა ქნას, უნდა გააკეთოს ისე, რომ ჩემი ცხოვრება რაღაცნაირად წინ წავიდეს და რაღაცნაირად კარგად ვიგრძნო ამ ქვეყანაში თავი. ამისთვის არის ის მთავრობაში, ხო? ხალხმა მანდატი მისცა თუ როგორც მოხდა. და უნდა მოთხოვო, აბა რა უნდა ქნა, მთავრობას აბა რა უნდა ქნა, უნდა მოთხოვო. კი არ უნდა სთხოვო, უნდა მოთხოვო. მაგრამ მოთხოვოთ ისეთი რაღაცები, რაც მართლა არის მოსათხოვი და არა ეს. რა შე რატო აკეთებ უფასოდ მარტო სახელმწიფო უნივერსიტეტებში? მე იქ მინდოდა სწავლა და დამიფინანსე ეხლა. რა გინდოდა სწავლა და ისწავლე, ბატონო, კი არ ხურავ იმას. სადი და ისწავლე და იხადე იქ ფული თუ იქ გინდა. გეუბნები იგივე ფაკულტეტი, მეც მაქვს, მოდი ისწავლე უფასოდ. თუ ჩააბარებ. ანუ შენ იმაზე კი არ ფიქრობ უკვე რომ ცოდნა ავიმაღლო და ისე ვისწავლო და ისეთი მაგარი ვიყო რომ ჩავაბარო სახელმწიფოში და ვისწავლო უფასოდ? არა. მაგას კი არ ფიქრობ. ფიქრობ იმას რომ საერთოდ გარეთ არ დავრჩე ახლა მე. საერთოდ გარეთ არ დარჩები. იმიტომ რომ ის ფასიანი უნივერსიტეტია და იქ გინდა ოროსანი მიდი, გინდა ხუთოსანი მაინც აგიყვანს, იმიტომ რომ იმან თავი უნდა ერჩინოს. მაგრამ სახელმწიფომ რატო უნდა არჩინოს კერძო უნივერსიტეტი? აი ეს არის დიდი შეკითხვა. მე ვარ სახელმწიფო, გეუბნები, ჩემთან უფასოა, მაგ ყველა ფაკულტეტი რაც კი არსებობს საქართველოში. ნებისმიერი. ყველაფერი მაქვს მე, ჩააბარე ჩემთან ისწავლე უფასოდ. კერძო გინდა, მიბრძანი ბატონო და ისწავლე კერძოში ფასით. ფასით ისწავლე. მე სახელმწიფომ რატო უნდა გადაუხადო ვიღაცა კერძო სკოლას თუ უნივერსიტეტს ფული? იმიტომ რომ შენ ვერ აღმოჩნდის შესაბამისად განათლებული იმისთვის, რომ ჩაგებარებინა სახელმწიფო უნივერსიტეტში და გესწავლა უფასოზე. ამისთვის ფული მე რატო ვიხადო? რატო სახელმწიფო? და სახელმწიფომ როგორც იხადოს, მაგაზე სულ მქონდა მე პრეტენზია და სულ მქონდა პრობლემა და სულ მქონდა პროტესტის გრძნობა. რატო ვიხდი ჩემი გადახდილი ის რა ქვია, ბიუჯეტში გადახდილი ფულით რატო აფინანსებ ვიღაცა იმას რა ქვია, კერძო უნივერსიტეტს?
რა, იგივე ფაკულტეტები არა გაქვს შენ? გაქვს. იმაცე ნაკლები ლექტორები ყავს? არა. აბა რაშია საქმე? საქმე არის იმაში, აქ რო ჩაებარებინა ტვინი არ ეყო, აქაც არ ეყო და ბოლოს ბალასტი რო არის დარჩენილი და უკვე რა ქვია, გარტყმაში ტვინში ორი და ნაოჭი რო აქვს დარჩენილი, მარტო ეგეთები რო ხდებიან, იქ მიიღეს შენ და სახელმწიფომ დაგაფინანსა 5 იმითი პროცენტით თუ რაღაცა და მშობელი იხდის 4500 და სახელმწიფო 500. რას აძლევს ეს 500 ლარის გამოკლება მშობელს პირობითად ეხა არ ვიცი პროცენტულად როგორ არის, მაგრამ დაახლოებით ეგ არის, რასაც ვიძახი. ვიცოდეთ ხოლმე რა ვაპროტესტოთ და რა არ ვაპროტესტოთ. რაც გასაპროტესტებელია ვაპროტესტოთ, კი ბატონო, ბევრი რამეა ესეთი და გავაპროტესტოთ. მეც დაგიდგებით, რაც არ არის გასაპროტესტებელი, რაღაცა თითიდან გამოწოვილ სისულელეებს მოლაპარაკოთ ხოლმე რა, ის ასაცილოები ხდებით ბიჭო. თან რაღაცა ის რაღაც შეთქმულების თეორიები რომ მოყავთ იმად, რა ქვია, მაგალითად რა რა შეთქმულება რო გაქვს განათლება ჩააბარე უფასოზე ისწავლი უფასოდ იგივე ფაკულტეტია ყველა უნივერსიტეტი რაც კი საქართველოში უნივერსიტეტები კერძო არსებობს რა ფაკულტეტებიც მანდ არსებობს ყველა იგივე ფაკულტეტები აქვს სახელმწიფო უნივერსიტეტსაც საქართველოსი ადექი და ჩააბარე თუ მაგარი ხარ და თუ შეგიძლია ჩააბარება არა და ჩააბარებს ის ვისაც ექნება ამის შესაბამისი განათლება და ის შესაბამისი განათლებით მიიღებს მერე უკვე იმ უმაღლეს განათლებას, რომელზეც დრო დაამთავრებს მერე როცა იქნება, ის იქნება უკვე გამოყენებადი კადრი. და იქნება უკვე პროფესიონალი, ჩამოყალიბებული დიპლომი უკვე ფუნქცია ექნება დიპლომს. რომ შენ რო წარმომიდგენ მე ნებისმიერ დამსაქმებელს რო წარმომიდგენ სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომს მე მეცოდინება რომ ხო შენ რაღაცა ხალტურით კი არა შენი ჭყვით დაამთავრე ის მაგრამ კიდე ვიძახი ახლა მე მოვხვდი სახელმწიფო უნივერსიტეტში და უფასოზე ვსწავლობ არ ნიშნავს იმას რომ ყოველწლიურად რაღაცა პუნქტები არ უნდა ჩაიდოს იქ რომ გააკონტროლონ ის ბავშვი კიდე არის ღირსი უფასოდ სწავლის თუ არა რა ქვია 8 ნახევარ თუ რამდენი მითი არის შეფასებები აღარ მახსოვს რა ანუ 10 ქულიანით რო ავიღოთ 800 როგორც კი ჩამოცდება უნდა გარიცხო ის სტუდენტი всё დამთავრებულია მანდ ამბავი ჩათვლები და რაღაცეებში ხო არის საგამოცდო პერიოდები ხო ისიც უნდა გაკონტროლდეს, რომ იქ რაღაცა არ მოდუნდეს და აიქა ჩემშობლებს ეხა კისერზე არ ვაწევარ და უფასოზე ვსწავლობ და დაიკიდოს იმან და მართლა არ ისწავლოს. იქაც უნდა გაკონტროლდეს მკაცრად. ეგეთი არაფერი არ გამიგია. მოდი უფასოდ ისწავლეო და შენ მეუბნები, მე ფასიანზე მინდა ზადი და ისწავლე, მე კაცო ფასიანზე ვინ დაგიშალა. მე რატომ ახდევინებ სახელმწიფოს შენ რო გინდა ფასიანზე ისწავლო რაღაცა უნივერსიტეტში მე რატომ ახდევინებ მაგის ფულს სახელმწიფოს ეს კითხვა მიჩნდება მე რატომ უნდა გიხადო შენ განათლებაში ფული რომელსაც არ გინდა ჩააბარო სახელმწიფო უნივერსიტეტში და რა ქვია მიიღო უფასოდ განათლება უმაღლესი განათლება უფასოდ და გინდა თუ არა იქ მინდა ჩაბარება, რა ვიცი, მე ხა კერძო უნივერსიტეტების სახელები არ თუ არა საქართველოს ეროვნული ნუ მოკლედ რაც არიან რა გინდა იქ ხო? მაშინ იქ ისწავლე შენი ფულით, კაცო, მე რატო უხადო კერძო ვიღაცა იმას, რა ქვია, კოლეჯს თუ უნივერსიტეტს ფული სახელმწიფო. რა ლოგიკაა ეგ? უფრო მეტი განათლებას მიიღებ. რანაირად იღებ უფრო მეტი განათლებას? ერთი პროფესიონალი არ ყავს არაფერში. არაფერში. მოკლედ. ცოტა გრძელი თემაა, ეხლა ეს ძალიან რთულია, რომ ჩაატიო რაღაცა 30 და თუნდაც 1 საათში რა, ეხლა ამაზე საუბარი, მაგრამ ძალიან ნერვების მოხსნელია. ეხლა მთელი კვირა ვისმენ უყურებ რაღაცეებს, ვკითხულობ რაღაცეებს და ასე შემდეგ რა. ლოგიკა არის ერთი. ხარ მაგარი ისწავლე სკოლაში კარგად, ჩააბარებ სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისწავლი უფასოდ. არა, მაშინ ადექი და შეთქო იხადე შენი სწავლა განათლების ფული.
всё, ლოგიკა არის მარტივი. სახელმწიფომ რატო გიხადოს შენ ვიღაცა კერძოს გასამდიდრებლად გადახდილი განათლებაში ფული, რომელიც არის ძალიან საეჭო ის, რომ შენ იქიდან გამოხვალ რამე სახის პროფესიონალი. რომელიმე სფეროში. ამიტომ სახელმწიფომ თავისი კადრები და ჩვენი ქვეყნის განათლების შედეგი უნდა იყოს ჩვენი პროფესიონალი კადრები ყველა სფეროში, ხომ? რახან სახელმწიფომ ამაზე აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა, როგორც იქნა, ხომ? მოდი ახლა ვქნათ ესე. ვინ საჭიროა და კონკურენციაც უნდა იყოს, იმიტომ რომ არ შეიძლება კიდე ვიძახი 20 მსახიობი ამთავრებდეს ყოველ წელს. არ შეიძლება ეს. არ შეიძლება. სამ-სამჯერ და 4-4ჯერ აბარებდა ხალხი თეატრალურ უნივერსიტეტში და როგორც იქნა მოხდებოდნენ ხოლმე მიშა თუმანიშვილის დროს და დოდო ალექსიძის დროს და უხაროდათ რომ მათ ბედნიერ ესე იგი 4ჯერ ერთი და იგივე უნივერსიტეტში გინდა რომ ჩააბარო ესე იგი შენ იმდენად ოცნებობ იმ პროფესიაზე რომ არ ეშვები სულ იბძვი იმისთვის რომ იქ მოხვდე და როცა მოხვდები შენ თავს არ მისცემ იმის უფლებას რომ იქ ის შანსი გაანიავო და არის სწავლო ყველაფერი მაქსიმალურად და იმიტომაც იყვნენ მერე ზურაყიფშიძეები და მიშა გომიაშვილები და მე გეუნები ჩემს ცოტა წინთაობებს, ხო? და გეგი ფალიანი და ყავს ჩვენი. უამრავი ადამიანი ჩამოსათვლელი. გიგანტებს აღარ ვეხები, ხა რამაშხიკვაძეებზე და რაცა ევერესტის სიმაღლეებს არ ავდივარ. აი ჩვეულებრივ საშუალო სიფრთხეზე ვლაპარაკობ და ვსაუბრობ ამ შემთხვევაში. აი მაგის დამსახურება იყო ზუსტად. სამედიცინოზე აბარებს ხალხი და თავიდან ყველას უნდა დოქტორი ჰაუსობა თუ რაღაცა და ბოლოს კბილის ტექნიკად ამთავრებენ თუ რაღაცა. კარგი რა ბოლო რა. ანუ რთული აღმოჩნდა გეზარება. თორე ჩემ პარალელურ კლასელს თორნიკე სოლოგაშვილს რო არ დაეზარა, სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბავშვთა კარდიოქირურგია. და იმან არის სწავლა 12 წელი, თუ რამდენი წელი ჭირდება მაგას. მაგრამ ისწავლა 12 წელი. და კიდევ ვიძახი, მაგათი რაღაც დაჯილდოება ექიმების ოსკარივით რაღაცა ეგეთი და საუკეთესო კარდიოქირურგის ბავშვთა კარდიოქირურგის იმაში აიღო პრიზი. სოფლიო მასშტაბით პრიზი იყო ეს რაღაცა ვიგინდარობა კი არ იყო კაცო. ვიღაცა რაღაცა თითიდან გამოწვევით ფესტივალზე რომ ვიღაცა მსახიობს მიაჯილდოვებენ თავიანთი ძმაკაცები და ის რა ქვია საუკეთესო ქალის როლის თუ კაცის როლის შემსრულებელი და აიღო იმან და გამომიჭედებენ მე არ ვიცი ის ვინ არის მე არ მინახავს თეატრალურიდან დაწყებული ყო სულ მინახავს სცენაზე და შენ რანაირად მეუნები ხა ის იყო ყველაზე მაგარიო მაგრამ არის ეგ საქართველოა ეს მაკაცობა და ქალობა არის აქ და ბევრი რაღაცა და ეს გვიშლის ბევრ რამეში ხელს კიდე ვიძახი მაკაცობაც ვიცი და ქალობაც ვიცი მაგრამ როცა ჩემ პროფესიას შეეხებოდა საქმე, იქ მე დანდობა არ ვიცი და ეს იცის ყველა ჩემმა მეგობარმა. ყველა ჩემმა მეგობარმა იცის ეს. ამიტომ საჩხუბარი რაზეც არის, მოდით იმაზე ვეჩხუბოთ მთავრობას. რაზეც არ არის საჩხუბარი და რაც კარგია და რაც საბოლოოდ მართლა გამოიღებს შედეგს, იმაზე არ შეიძლება ჩხუბი. რომ გამოდის მერე რომ მართლა ვისახართ რა რაღაც რადიკალური ოპოზიცია თუ რას ეძახიან ამათ. რო წივიან და კივია დღე და გამე. საწიველი და საკიველი რაზეც არის იმაზე ვიკივლოთ და ვიწივლოთ კი ბატონო. მეც დაგიდგებით გვერდში, მაგრამ რაც კარგია, თქვი რომ კარგია რა შედალოცვილო რა. და ნუ აправებ იმითი რომ ბოდიში ბჭყალებში აправებ, რომ ის რა ქვია, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა რომ მიიღოს განათლება, რატო ასე რატო უყურებ, რატო იმას არ უყურებ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოინდომოს, ჩააბაროს უფასოზე. ასე რატო არ უყურებ? ბოდის გიხდით ჩემი ესეთი აღელვების გამო, იმიტომ რომ ძალიან ღიზიანდები ხოლმე მე ეგეთ რაღაცეებზე, იმიტომ რომ რაც ჩვენ უბედურება გვჭის
ქართველებს ზოგადად ისტორიულად გჭირს ჩვენი განათლების გამო. რომ განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომ ანარქია გაიჩითა და ვინ სად რას აკეთებდა და ვინ როგორ შოულობდა ფულს და ეს რა ქვია ლექტორები რომ ფულის გარეშე ნიშანს არ წერდნენ და ასე შემდეგ. ხო? აი მაგან მიგვიყვანა იმ ზომამდე, რომ დღეს არც ერთ სფეროში არ ყავს კარგი კვალიფიციური კადრი და პროფესიონალი კადრი. არიან თითოეულა მედიცინაში, თითოეულა იქა, თითოეულა აქა, რაღაცა უნდა ეძებო სანთლით, ნაცნობით, იმითი, ამითი პროტექციით და შემოტეგრა ვიცი მე რა რითი არა. რომ არ იქა ბიჭო არავინ მოკლა შემთხვევით იმაზე არ დაქტოვოს გაციებული, რა ქვია, მაგიდაზე. და ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა საქართველოში ეგეთი, რომ აბსოლუტურად სხვა რაღაცაზე მკურნალობდნენ ადამიანს და სულ სხვა რაღაცას სჭირდა საბოლოო ჯამში. და არ ყოფილა ეგრე, რომელი გამოხვალთ და მეტყვით რომ ეგრე არ ყოფილა, არ მომხდარა ჯერ ეგეთი საქართველოშიო. აი ეს რომ აღარ იყოს, ამისთვის საჭიროა სკოლაშიც ისწავლო იმ დონეზე, რომ ჩააბარო უფასოზე. ფასიანზე გინდა, წადი ისწავლე, ვინ გიშლის. მე რატო უნდა გიხადო შენ? შენი უვიცობის გამო მე რატო უნდა ვიხადო ფული ბიუჯეტიდან, რომ შენ მიგაღებინო განათლება, რომელსაც შენ თვითონ არ გინდა რომ მიიღო განათლება. რატო დაგეხმარო? ცოტა დასაფიქრებელია რაღაცეები რა. ესე გამოსვლა და რაღაცა დეა და ბეა და გეა და შმეა და ვიღაცეები ბლოგერი, შმოგერი, ვიღაცეები დგანან და რაღაცა აუდე და აღშფოთებული ვარ ეს რა მიიღეს, ეს რა განათლების რეფორმა აღმერთო, როგორ გაბედეს უფასოდ რო ასწავლონ უნივერსიტეტებში. ხო, კარგად ახარ თქვენ. ვისაც გეკუთვნით, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება ეხა ჩემი საუბარი, ვინც ამას ადეკვატურად აღვიქვავთ, კი ბატონო აღვიქვავთ, ვინც არაადეკვატურად აღიქვავთ ამას და გგონიათ, რომ ჩვენ რაღაცა გენიალური განათლების სისტემა გქონდა და ეხლა ამითი რაღაცა ინგრევა, ხო? რა გქონდა რომ? მოდი აქედან დავიწყოთ. ფოდიში კიდევ ერთხელ მღელვარებისთვის და იმედია რაღაცნაირად ცოტა ეს რაღაც აბსურდებს ამოიყრიან ეს ხალხი, ვისაც გონიათ რომ რაღაც ახლა ამითი ქვეყანა დაიქცევა თუ რაღაცა და ცოტა რეალურად და რეალისტურად შეხედონ ჩვენი ქვეყნის ყოფა ცხოვრებასაც და ბევრ რაღაცას კიდე ირგვლივ რა. ხო, ადრე ყველაფერი დამსახურებით იყო. ეხლა დამსახურებით კი არა. ყველაფერი თუ ფული გაქვს, დამსახურებაც გაქვს, ყველაფერი გაქვს. ესე არ უნდა იყოს. არ უნდა იყოს ესე. დამსახურებით უნდა იყოს. ხო და დაიმსახურეთ და გექნებათ. მორჩა. რა თქმა ეს არ მარტივი ლოგიკა არის. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა რომ ძალიან თბილი და აი ძალიან დიდი მადლობა გითხრათ ყველას, ვინც გამომყევით TikTok-ზე, YouTube-ზე. კიდევ ერთხელ გთხოვთ ჩემს TikTok მეგობრებს, რომ თავარში ლინკი რო არის ჩემთან, იმას დააწექით, თუ არ შეწუხდებით, გადაბრძანდით YouTube-ზე და YouTube-ის გამოწერები ძალიან დიდ დახმარებას მიწევს მე. შესაბამისად გთხოვთ რომ YouTube-ზე გამომიწეროთ ყველამ, რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას, მადლობა ყველას, ვინც კომენტარები არ დაიშურეთ, ვინც დააფიქსირეთ თქვენი აზრი ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით და მინდა რომ წარმატებული დღე გისურვოთ ყველას და ცოტა დინჯად გავაანალიზოთ რა კარგის მომტანია ეს ცვლილება, განათლების ცვლილება და რა ზიანის. მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი დადებითის მომტანია ეს ცვლილება, ვიდრე უარყოფითის. ეს პირადად ჩემი აზრია.
დააფიქსირეთ თქვენი აზრი, ყველამ ვის რა გგონიათ და როგორ გგონიათ, მე არავის არ ვერჩი, პირიქით, ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება, უბრალოდ კორექტულად და ზრდილობიანად ვიდისკუსიოთ, ესე ვთქვათ. ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე. მე ესე ვფიქრობ, თქვენ სხვაებმა სხვანაირად ფიქრობთ, მაგრამ ორივეს აზრი მოსასმენი და გასათვალისწინებელი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას და შევხვდებით შემდეგ კვირას. კარგად.